მე ვიცი ამ უღამე პოდკასტებს და გინდა subscribe 1 მილიონს რომ გაცდეს ხო და წარმატებებს უსურვებ ბევრს უნიჭიერეს მომღერალ და თვით თორნიკეს აგია ცეცხლში ვარ რეპერები ფასაკანი არა აი მე ვსნო ვიღებდეთ აი ცეცხლში ვარ რეპერები გაიგეთება აქვს თუ დელივერი თითქოს იყო ინდოელი კურიერი всё ეგარ To Cafés podcasti Sabasha Bitse პირველი ვიდეოს დადების მერე ახლიდან აღმომაჩინე ურემი გადავაბრუნე გზაა გამოვაჩინე გითხარი რეპერი ვარ და ამის გამო დამცინე გეგონა დამამძიმე ან რამით დამამცირე აქსელერატორს უფრო მაგრა დავაჭირე გადავდგი გადავწვი აღვადგინე ხადავში გადავრჩი დავადგინე ჩემში პატარა საბაშა როგორ გავაწმილე და მისი ოცნებები სამუდამოდ დავამწნილე რამდენი მატარებელი გავაცილე და დრო არასწორ ადამიანებზე გავანაწილე ნაწილ-ნაწილ ოცნებები შევაგროვე პირობა დავდო რომ შეცდომებს არ გავიმეორებ მისი ბედისწერის წერა თავად დავიწყე თავი პირველი დავხურე და ეს არის თავი მეორე სწორად მივდივარ მუდამ ექნება ეს კურსი ბენგერის შესაქმნელად მიდამცირე რესურსი ბენგერის არსენალი დაუმარცხებელი ჩემი გონება შევთვის ამოუხსნელია რებუსი თუმცა თქვენ მაშინ გამომყევი მინდა რომ ჩემს სამყაროში ჩაგიტარო მცირე ექსკურსი ორი მეს დაპირისპირება პირისპირ ჩათავდა მაგრამ ისევ არ არის კონსენსუსი ბევრი თემა არის სახუმაროდ ოღონდეს არა სამწუხაროდ ცევდა შემომეპარა სადაც ადრე სასურველი ვიყავი ისევ მივედი მაგრამ ზენვეტა ფიქრზენი იქ თავი მივხვდი ჩავთავდა უნდა გავაკეთო ფოკუსი ბევრია სადა ვერ შემასლევინა დრომ კურსი რითმების მანქანა არ ჩერდება არ მოქვს ტორმოზი შეუსრულებელ მისია სვაცრულებ როგორც ტომ კრუზი მაგლა და მაგლა პროგრესია არითმეტიკული კიდო და დონე ჰარდი პრო არის მეტი რთული შენ რეალური სახე დავინახე ვერ ვიტანს სიცრუე სიმართლით რო არის შენი გბული რაც მოხდა ვისწავლე ეს გაკვეთილი აგარ მინდა მოვისმინო ფრაზები გაცვეთილი ჩემ ტრეკებს გაიგონება ხმეტელი ვარ კეთილი აკარასოდეს ვიქნები ისასო წარკვეთილი თო კაფე დავდოთ ნახვები ჩემი რამიდის კიდე ებოდებს კრიტიკა ბაგების ემი რამიდის არენდო სინოპტიკოსებს გამოდის ჩემი ამინდი უფულო ბეტმენი ნათელი ფნელი რაინდი ძიმენა ბიჭი ჩემო ვედიავრა ფეხმძიმე პოეზიას გაუფრთხილდები როგორც 6 მეტი მიკროფონი მინდა არ მეყოფა ერთიმე რაც დავდი აქამდე დავმარხე ვერსი 6-ვე ეს არის To Cafés podcasti ექსკლუზივი და ჭიას პოდკასტ როგორ ის კარგად ზის რა ბოლომდე არის გადაწოლილი აქ არ არის სხვაგანები შეწევი To Café დაბრუნდა To Café აქ არის მოგესალმებით მეგობრებო ჩემი ხმა არის იმედია შენი ხმაც არის იმედია გამარჯობა მადლობა მოწვევისთვის გაიხარე მადლობა რომ მოხვედი როგორც ატყობთ მეგობრებო ცოტა ვითარდება სიტუაცია შეძლებს დაგვარად თუ გამომეხმაურებით სპონსორები ხო ძალიან კარგი თუ არა კომპიუტერული ფირმა რამე რო კაი ყურსასმენები უფრო კაი მიკროფონები მეტი და მეტი ხალხი მოვიწვიო და ასე შემდეგ რაღაცები რაც შევძელი მე თვითონ კი ვქენი აგერდა რა ვიცი ახლა მოკლედ რა ხო და საბაშა არის ჩვენი სტუმარი დღეს ეხა არ კითხავ საბაშა რატომ მეთქი გვარიდან გამომდინარე მაგრამ გვარიდან გამომდინარეა კი გვარიდან გამომდინარეა ჩემმა ძმაკაცმა შემარქვა უნივერსიტეტში და მაგის მერე მარტო ოჯახში გამეძახიან გიორგის ისიც ხანდახან ეხა კომფორტულად ვერ ზიხარ შემაგასაბა ხო ეს რო ამოიდო აბანახე უკან როგორც მე ვარა იცი კუთხეში რო არის ან ისე ეხა მანდან ჩანს ეხა შედარებით უკეთესად კი ვზივარ მართლა მაგრამ მაინც რაღაცა ისე ვერ ახარ ხო ვა რა ვქნაო რა გავაკეთო დღეს ესე მე მოვიწე მაქსიმოდ რაც შევძელი და არა ვიყოს ეს რა ჩოლებრივად ესე ხო ძალიან წაგინებს ჰა არა ესე არ დაეტევა ესე რო გადმოწვი არ დაეტევა კაი ხა რა მითხარ იცი საიდან როგორ მე ხა ვნახე შენი თემა მოიცად ნახე ის რო იყო პროექტი რა მაგ PvP-ს ამბავში შესაჩევი ხო იქამდე არ გიცნობდი ხო და საიდან როგორ ბავშვობიდან დაიწყო ეს თემა თუ როგორ PvP-მდეც მივალთ მაგრამ კი ესე იგი აბრებს უსმენ ბავშვობიდან კი ალბათ 20 წელია ცოტა ნაკლები 26 წლის ვარ მაგრამ ნუ ესე რო თქვა ანუ 6 წლიდან ხო დაახლოებით ეგრე პლუს მინუს 2 წელი რო თქვა ეხლა რა ბავშვობიდან ესეთი სუ ტექსტებს წერდი და ბაღის ზეიმებზე ჩემი ტრეკები იყო ჩართული არა მაგრამ უნივერსიტეტში რომ მივედი და უნივერსიტეტამდეც უკვე ჩემ თავს ვატყობდი რომ შემეძლო რა რაღაცა იმიტომ რომ ლექსებს წერ ალბათ 15 წელია დაახლოებით და რა თქმა უნდა დაკარგული მაქვს მაგრამ აქვს ესე
ერთი 50 ლექსი მაქვს დაწერილი მინიმუმ. ანუ როგორც პოეტი ესე ვიყავი ჯერ. კი, ეხლა ჩემ თავს არც პოეტად და არც ჰიპ-ჰოპ არტისტად არ განვიხილავ ჯერჯერობით. ხო. მაგრამ იმდენი მაქვს დაწერილი, რომ ვიღაცამ შეიძლება პოეტი დამიძახოს. ჰიპ-ჰოპ არტისტად შეგიძლია განიხილო, იმიტომ რომ თოკავეს და პოდკასტში ხარ. მაშინ დღეიდან განვიხილავ ჩემ თავს ჰიპ-ჰოპ არტისტად. იმიტომ რომ თყვილად აქ ესე ხალხი ვერ ხვდება. კაი, ამ PvP-ის თემაში როგორ იყო, რანაირად იყო ეს ყველაფერი, ანუ ეს უცებ გადაწყვიტე თუ აი ფიქრობდი იქამდე რომ აბა როგორ რანაირად. ხო, იცი როგორ იყო, ანუ მე ზოგადად ესე ვფიქრობ, რომ აკაპელა ბეთლემსი უფრო ვარ. იმიტომ რომ ბევრად მწარე შემიძლია ვიყო აკაპელაზე, რადგან აქ მაინც გიწევს რა მელოდიაში ბიტში ჩაჯდომა, გამოვარდნის უფლება არ აქვს. ხო, ჩარჩოები კაკ ესე რომ ვთქვათ, მეტნაკლებად შეზღუდული ხარ. აკაპელაზე რასაც გინდა, როგორც გინდა, სადაც გინდა, იტყვი და ეგრე ვთვლი რა, ანუ აკაპელაზე ბევრად მწარე ვარ და ვიცი რომ ვარ ბევრად მწარე და შემიძლია ვიყო. რაც შეეხება რატო ჩავწერე ეს ვიდეო. რაღაცეები ვნახე, ან წინა სეზონებზეც ვფიქრობდი მინდოდა გამოსვლა, მაგრამ იყო რაღაც შეიძლება კომპლექსები დავარქვა, შეიძლება მორიდებულობა და ახლა უკვე მივხვდი რომ დრო იყო რა. კი, იმას აქშიც აღარ ვარო, კიდე რაღაცას დაელოდო და მერე 26 წლის ვარ კიდე ერთხელ იტყვი და ხო და ესე რა ჯერ ერთი მერე მეორე მერე მესამე და სამწუხაროდ არც ერთი არ აღმოჩნდა საკმარისი. და როგორ ფიქრობ, კითხვები არის YouTube-ზე პრინციპში ამ თემასთან დაკავშირებით და სანამ მაგას მოგაყრი. როგორ ფიქრობ, შენზე ძლიერები არიან რო აიყვანეს, შენზე მეტად ცნობადები არიან და იმიტომ აიყვანეს თუ რაშია საქმე? ხო, მან ხო ესეა განაწილებული არის 4 ცნობადი და არის 4 no name ეგრეთ წოდებული. ანუ იმ ცნობადებს მე ფიზიკურად ვერ გავუწევდი კონკურენციას, იმიტომ რომ ცნობადების კატეგორია სხვა არის, იქ მე ვერ მოხვდებოდი. მე უნდა მებრძოლა 4 no name-დან ერთ-ერთი ადგილისთვის. და ალბათ ესე გადაწყვიტეს, რომ რაღაცაში არ ვიყავი იმდენად ძლიერი, რომ იქ მოვხვედრილიყავი რა. ასე ვფიქრობ, მაგრამ რავი, ეხლა ჩემ თავზე მე რო ვისაუბრო, მინდა არ მინდა ობიექტური ვერ ვიქნები, სუბიექტურობაში გადამევა მაინც აუცილებლად. თუმცა მე ვთვლი, რომ სეზონზე მოხვედრას მაინც ვიმსახურებდი, ესე რომ ვთქვათ. ჩემი აზრით იმ 4-დან ერთ-ერთი მე უნდა ყოფილიყო. კაი, რეპის გარდა სხვას რა საქმიანობა? ანუ რეპერობა ჰობია თუ შენი საქმიანობა ძირითადი? ამჟამად ჰობი არის, იმიტომ რომ შემოსავლის წყარო არ არის და ალბათ ვერც იქნება კიდე ცოტა ხანი. სამწუხაროდ. ხო, სამწუხაროდ. ქვეყნიდან გამომდინარე, მაგრამ თლათ ქვეყნის ბრალიც არაა ეხლა რა. ჯერ ვერ ვარ იმ დონეზე ხო, რომ რეპის შემოსავლის წყაროდ ვაქციო. და სამომავლოდ გეგმო მინდა რომ ვაკეთო, მინდა ბოლომდე ვიყო ამ სფეროში. აბსოლუტურად ჩემი თავი 100%-ით მიუძღვნა და სულ წერო და სულ ტრეკების ჩაწერა, გადაღება რაღაცა, სულ მინდა რომ ამ თემაში ვიყო. მაგრამ ამჟამად მუშაობა მიწევს იმის გამო რომ თავი გავიტანო და ვირჩინო ესე ვთქვათ. კი ბატონო. მაშინ რაც თავრე გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და დააკომენტარეთ რომ სტიმული მომცეთ, რომ არ დავანებო თავი ამ ყველაფერს, არ გავჩერდე. როგორც ხედავთ, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ რაღაცა არ გავჩერდე, არის ხოლმე რაღაც პერიოდები, რომ ჩერდები, რაღაც სიტუაციიდან გამომდინარე, ეს თემა მინდოდა, რომ ეს მიკროფონების თემა და რაღაცა ეს ფანტომი და სიტუაციები მომეხოდა და ძალიან მაგარია, მინდა აღვნიშნო. ხო და რაღაცაც სტუდია თითქოს გავმართეთ და ეხლა თან კაი პონტია ის, რომ რეპერი მოვა მარტო არის საუბრებს, იბაზრებს კიდევაც და რაღაცეთ კაი თემა ეს რეპერების ხელის შეწყობის ამბავში და თქვენგანაც ხელის შეწყობა ისაა, რომ ერთი კლიკი არა, ეხა ხო უყურებ მაინც და გისწორდება, ხო ადექი მოდი, აბა გამოვიწეროთ, აბა იქნება კაცი როგორ გავახარ. კი, უნდა გამოვიწეროთ და ბარემ მეც გამომიწერეთ YouTube-ზე, იმიტომ რომ ახალ-ახალ რაღაცებს კვირდებით ნელ-ნელა შემოვაგდებ. ხო და რა თქმა უნდა საბაშას არხიც იქნება აღწერაში აუცილებლად. არხი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, იმიტომ რომ ბოლოს შევამოწმე 8 subscriber-ი მყავდა. ხო, მაგრამ არხი ხოა. მაგრამ არხიო, ჩენელი ითქმის, აბა რა. იმ 8 კაცმა ხო იწოლა რომ გამომიწერა და დაუფასოთ. დიახ, ჩენელია გამოიწერეთ ჩემი არხიც. აჰა, ოკეი. რა ვქნათ, კითხვები მოგაყარო? კი, დავიწყოთ. როგორ დაწერე? ისა კითხვებიო, დამიწერეთ მაქსიმალურად ფეხებზე დავიკიდებო? ხო, ჩემ მეგობრებს დავუწერე რომ დამიწერეთ კითხვები და მაქსიმალურად ფეხებზე დავიკიდებთ. წერო მეთქი. რაღაცა არა მე ვიღაც იუმორი მაქვს ეგეთიო და მაგასო დაამუღამებელი. მომსპარიენა მაგ. მომსპარი. შენ მეისპი მოდი ახლა მომსპარი. იმერელი ხარ ისე? არა, გორელი. გორელი? გორში მაქვს სოფელი. სხვა რომელი სოფელია? ახალდაბა და მეჯვრისხევი. აჰა. ან დედაც გორელია, მამაც.
გორდანაც ჭიდრო კავშირი მაქვს. სხვათა შორის მოჭიდავი რატო გამოხვედი? გორელები ძირითადად ხო იცი მაინც ჭიდავ. აქ დაბადებული გაზრდილი გორელი ვარ. ოკეი. მოდი შევწყვეტ. ცხოვრებას ვეჭიდავები რა. ცხოვრებას ყველა ვეჭიდავებით. შეიძლება კუნთებზე არ გვეტყობა. შეძლებს დაგვარად. ესე იგი, დავიწყეთ აბა. ტოპ 3 სეზონში ვერ მოხვედრილი არტისტი. PS ჩემთვის შენ და Divine Rhyme და მირო ხართო? ისეთიო რა, პირველები ჩემთვისო და შენი აზრითო, უკაც ვერ ჩამოვაყალიბე რაღაცა, ხო ერთუთი? ტოპ 3-ო? ტოპ 3 სეზონში ვერ მოხვედრილი, ანუ ეხლა ვინც მოხვდნენ სეზონში ესე. ახლა ანუ ვინც დავდეთ შეშარჩევები და ვერ მოხვდნენ. ვინც ვერ მოხვდნეო ტოპ 3-ო შენი ხედვითო რა. Divine Rhyme-ი დიმა აუცილებლად აქედანაც მოვიკითხავ. დიმა უნდა ყოფილიყო, რა ვიცი, 100%. უნდა მოგიწვიო Divine აუცილებლად და მოგიწვიო შენც ნამდვილად. დიმა უნდა ყოფილიყო. ალბათ არ ჩამithulit რაღაცაში მე მიკერძოებაში კი და რაღაცა თავკერძა ადამიანობის სტატუსს არ მომა. რა მაგარ სიტყვას მომანიჭებთ. მაგიარლექს არ მომაკრავთ. მოკლედ Divine Rhyme-ი მე საბაშა და სხვა დაშორის საბაშათი კი მიცნობს ყველა, მაგრამ მე მაქვს რეპერის ნიკნეიმი, რომელიც ერთადერთმა ადამიანმა ახსენა TikTok-ის კომენტარში და იმ ერთ ადამიანს მოვიკითხავ აქედან. იმიტომ რომ არ შემხვედრია ვინმეს ეხსენებინოს ჩემი რეპნეიმი იმ ერთი ადამიანის გარდა. ანუ სხვა რეპნეიმი ქონდა თუ? კი, სხვა, ანუ ის ვიდეოებიც რომ დავდე, მიწერია იქ, რომ სხვა ნიკნეიმი მაქვს და პირველი შესარჩევის ვიდეოში დასაწყისშივე ვიძახი, რომ PvP Flow სეზონი 3 ვილენია ჩემი სახელი. ანუ საბაშა არა, მაგრამ საბაშათი გიცდო. ხო, საბაშათი გამიცნო ყველა, მაგრამ ვილენი. რეპში ვიქნები ვილენი. ეხლა thumbnail-ი გაკეთდება საბაშა ხო უნდა დაეწეროს? ხო, საბაშა და ფრჩხილებში ვილენიც მიმიწერე. მაშინ მე ინგლისურში ძალიან ძლიერი ვარ, უნდა გავომიგზავნო როგორ. კი, მოგწერ კი როგორც იწერება, იმიტომ რომ ეგრე არ იწერება, როგორც გამოითქმის. მაგასაც კაი სახელი აქვს და ბარემ დავამთავრებ Divine Rhyme-ი მე და იკა. იკაც ჩემი აზრით იმსახურებდა ძალიან მაგარი ბიჭია, მოვიკითხავ ბარემ იკასაც. რაც ვნახე, შეიძლება სხვაებიც იყვნენ ჩვენზე მაგრები და მე არ მინახავს უბრალოდ ეგ ვიდეო რა. მე რაც ვნახე, ამ 3 MC-ს ჩავსვამდი სეზონში no name-ების მხრიდან. მაშინ აქ ვიკითხავ შენი აზრით ვინ გაიმარჯვებს? ესე წინასწარ რთულია, იმიტომ რომ მანდარიან ბიჭები ვის შესახებაც ფაქტობრივად არაფერი ვიცით, ხო? იმიტომ რომ ერთი ვიდეოთი გამოჩნდნენ და არ ვიცით რა შეუძლიათ, რა სურპრიზებს შემოგთავაზებენ სეზონზე. ნახე, ჩემი ფავორიტი მყავს, რა თქმა უნდა. მაგრამ მოდი არ დავასახელებ. იყოს. არა, მაინტერესებდა თუ გამოიცნობდი და მე ვიტყოეთ, რომ აი პოდკასტში რო ვთქვი, ჯერ კიდე როდის ვიცოდი, აი ეგ თემა რა. მაშინ კაი ვიტყვი, მაშინ შეიძლება კონტრას, ჩემი გადმოსახედიდან კონტრას აქვს მეტი შანსი უფრო, იმიტომ რომ გამოცდილებაც დაგროვებული აქვს უკვე. იმიტომ რომ აკაპელაზეც იყო, ბეთლიც ჩაატარა BPM-ზე. ასე ვთქვათ, ყველა მხრივ შემდგარი MC-ია რა. და ვფიქრობ, რომ აქვს შანსი. კი ბატონო, მიღებულია. სალამი მომავალში თუ აპირებს PvP-ში გამოსვლას და ფიქრობს თუ არა რომ მესამე სეზონში უნდა აიყვანათო, აუცილებლად. და აკაპელა თუ BPM-ია. ხო, პრინციპში წეგაროსავრო ვახსენე ფაქტობრივად ყველაფერს გავიმეორებ. BPM-ი ძალიან კაია, ბევრად უფრო მოსმენადია, მაგრამ საქმეზე რომ მიდგეს, მირჩევნია რომ აკაპელაზე ვებეთლაო ვინმეს. სეზონზე რა ხო სუბიექტური ვარ, რა თქმა უნდა, ვარ თვლი რომ უნდა უყოფილიყავი და უნდა მოუხვედრილიყავი და კიდე რა იყო? რა იკითხა? ხო, ნუ ეგ თემა იყო რა, უნდა აიყვანათ თუ არაო. ძირითადად ეგ იყო, ხო, და მომავალში თუ აპირებს PvP-ში გამოსვლას. მომავალზე რა ჯერ ვერ ვისაუბრებ. ნახოთ რა, როგორ იქნება, როგორ წავა. ისე სეზონ ოფიან რაღაც ეგეთი რო გაიჩნდა შეიძლება პრინციპში ხო რაღაც სეზონს გარეთ. კი, სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას სეზონს სიამოვნებით. რა ვიცი, თუ გამოვა ეგ ამბავი, მეგობრებო, თუ გამოვა ეგ ამბავი, რა ვიცი, ჩემი სოციალები იცით, 24 საათი მანდ ვარ, მომწერეთ, მზად ვარ და მირეკეთ, ზარი გამომიშვით მე გადმოგირეკავთ. კაი, შენი აზრით Young Mike მოუგებს ტაჰას PvP-ში, აკაპელაში ან BPM-ში? აი ესეთი კითხვა დაგისვეს. ახლა როგორი ამბავია, ტაჰა ბიტზე ძალიან მაგარია, მაგრამ Young Mike-იც მაგარი არის ბიტზე. პელე ნუ წუღლუტობ, შენი დაწერილი იქნება ეს. თუმცა Young Mike-ს ვფიქრობ, რომ აკაპელაზე უფრო მეტი შანსი ექნება, იმიტომ რომ საკმაოდ მწარე ენა აქვს Mike-საც. ხო. რაც გვინახავს მაგას აკაპელა ბეთლები.
ხო, ძალიან მწარე ენა აქვს და კი რა, შანსი უფრო მეტი ექნება აკაპელაზე ვიდრე BPM-ზე. თუმცა არაფერი არაა გამორიცხული ერთი ბეთლია და მე ზოგადად ესე ვთვლი რომ ანუ ერთი ბეთლის მოგება შეგიძლია ნებისმიერ არტისტთან. გააჩნია რანაირად მოემზადები. მიღებულია. მაინტერესებს ამჟამად რა მიზნები აქვს ჰიპ-ჰოპ სფეროში, აქტიურად აპირებს თუ არა მუსიკის შექმნას. კი, ფიქრობ, შრომობ, რა ვიცი, წერ და ოღონდ ერთი პატარა პრობლემაა ფინანსები. ძალიან პატარა ფაქტობრივად არც არის პრობლემა. დიდი პრობლემაა ფინანსები. ასევე ბარემ ვიტყვი, რამდენიმე ტრეკი მაქვს გამზადებული ჩასაწერად, მაგრამ ისევ ფინანსების გამო ვერ ვახერხებ მაგ ტრეკების ჩაწერას, ესე ვთქვათ. და გამოშვებას. ასე რომ თუ თქვენ ახლა გვიყურებთ და ზედმეტი ფული გაქვთ და არიცით სად აიღოთ. მე ვარ ზოგადად ბარიტონი რა და ეხლა ხშირად რატო უწევ იმას რა. ხმამაღლა ხო საუბრობ და მეც ბარიტონი ვარ და ისე შემოდის რაღაცა ჟღერადად ამ კაცის ვარო, იმინდა ერთ ხუჯად ჩაუწიო რომ მეთქი ისე არ იყოს თქო რომ ან ძალიან შკალა და რაღაცა დაარტყას თქო, მაგრამ რაღაცა რისი ბრალია ვერ გავი ბას მოუკლო და მოიცადე. აბა იბაზრეთი. კი ბატონო, რა ვიცი ხო? მე მგონი აი ხო აი ეთქო ბასი მქონდა ძალიან მიცემული და ძალიან ურტყავდა გაიგე და ან შეიძლება ეგეთი ხმა გაკრავთ. ვიცი რას გაიგებ. რომელი ქართველი ან უცხოელი რეპერი იყო მისი აიდოლი, ჭხილების წერი აიდოლთან, ან თუნდაც უბრალოდ რომელიც გამოარჩევდა და წარმატებებიო და გული. ხო, აიდოლი ესე რო თქვა, უცხოელი რეპერი არ მყოლია. ეხა დოლი რომ მქონეს მოგაწოდებდი და აიდოლი. Young Mike ხუმრობდა ხოლმე ესე იმაში, ხო რა ქვია? ვიცი ბევრი დაიქრინჯა ეხა. აიდოლი რეპერი არ მყოლია, მაგრამ მყავდა საყვარელი რეპერი Tech9-ი. ძალიან ტექნიკური. კი, ტექნიკაც მევასება, ასევე მევასება მისი ეგრეთ წოდებული chopper flow, რასაც ქვია, სწრაფი მიყრა, რასაც ვეძახით. და პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ მის სტილს მეტნაკლებად მიუყვები რა, იმიტომ რომ მომწონს. ასევე უსმენ რეპერი არის ესეთი სახელით K.A.N. Kani. რომელიც იშიფრება როგორც knowledge all about nonsense. ანუ ცოდნა ყველა სისულელის მაღლა, უხეშად რო ვთქვათ. ვინც არიცით, უბრალოდ გადადით, ნახეთ რამდენად მაგარი არტისტია. ეს საოცარი რეპერია. მოგასმენებ თუ გენ ერთი-ორ ტრეკს და მიხვდები რამდენად დიდებული კაცი არის. აი ამიტომ მიყვარს პოდკასტები, რომ საინტერესო რაღაცებს იგებდა. აი საოცარია. შენი მეგობარი ჩუმათროზი შეუძლია ხომ ემოცია გამოხატო სტაში დაუკრას, არაა პრობლემა. მე საერთოდ ვფიქრობ, რომ შეიძლება ღია პოდკასტებიც გაკეთდეს ხომ, ხა სახში ეგ რამდენად მოხერხდება, არ ვიცი, სახლის პირობებში, მაგრამ აი რაღაცა სტუდიის თემა თუ იქნება, რაღაც შეიძლება ერთი 5 კაცი, 10 კაცი ქრუ თუ როგორ ეძახიან თავის ხო გენგებს ეძახიან, მაგრამ თქვენ არ ახართ გენგებ მეგობრებად ყველად მოიბრალეთ. მე მაინც ძველი კაცი ვარ და თავის სასტავები 5 კაცი, 10 კაცი. ბანდა. ხო, რო წამოიყვანოს და დაესროს და ტაში და გენაცვალე და კითხვების დასმა და რაღაცები, გამომწერებთან შეიძლება საომარო ტექნიკაც იყოს. კი, ინტერაქციული პოდკასტი ძალიან კაი იქნება, ჩემი აზრით. ნახოთ, მოკლედ. ასე რომ შეგიძლია ხომ შენ ემოციები არა, მაგ კუთხით არა. თუ რამე ისეთი იქნება, გითხარი, არა პრობლემა. ამოჭრით არა. მე როგორ შეგვიძლია და ჩვენ ამოჭრით. რა ნიკნეიმით წარდგები სეზონზე მომავალში? უბრალოდ საბაშა თუ რამე სხვას ფიქრობ? ეს შეკვეთილი კითხვა ეს. მადლობა ჩემს მაგაც. 20 ლარი გადახდი. მადლობა ჩემს მაგაც, რომელსაც საშუალება მომცა რომ მეხსენებინა რომ ნიკნეიმიც მაქვს. საბაშა არა ვარ და მოკლედ ჩემი სახელია Will N-ი. თუ გინდა ახსნი რას ნიშნავს? კი ბატონო. ხო, იწერება როგორც ორი სიტყვის გაერთიანება არის will, ანუ მომავალი და N-ი, N-ი ანუ ნებისმიერი, რაც ნიშნავს რომ ანუ რაც არ უნდა მოხდეს, ნებისმიერი რაღაცისთვის მზად ვარ. ნებისმიერი მომავალისთვის მზად ვარ, მაგრამ გამოითქმის როგორც will N-ი, ანუ ბოროტმოქმედი. აჰა. ბოროტმოქმედი. ეგ ცოტა არ მესიამუნა, მაგრამ კეთილი თვალები. არა, კეთილი will N-ებიც არსებობენ. აჰა, კეთილი ბოროტმოქმედი როგორია? რო ჩაიდენს და იქ ვერ მოინანიებს, ხო, რაღაც ცოდოს ეგდება თუ. კეთილი ვარ. არა, მე კეთილი ბოროტმოქმედი ვარ, კი. სიკეთის სახელით ჩავდივარ ბოროტებას. ბიტებზე უნდა მარტო. აი ესე იმართლებენ ხოლმე თავს რეციდივისტები ხოლმე ზოგადად მეგობრებო. ბავშვები მოუშვებთ ეკრანებს. პირველ რიგში პატივისცემა და მოკითხვები. ადევნებთ თუ არა თვალს დღევანდელ არტისტებს,
რომლებიც ჰიპ-ჰოპს ქმნიან და თუ ადევნებ, რას იტყოდი მიმდინარე დისებზე და კიდევ როგორ შეაფასებდი ორივე მხარეს. კი ჩაწყნარდა მე მგონი ხეს დისების თემა. ხო, როგორც ნახე ბოლოს კი ვაჩემ მეოთხე დასმა დაწერა რომ სო მორჩა, ხო, ეს ბიფი. ხო. ბიფი. ხო, რა თქმა უნდა ვადევნებ თვალს ხა. ინტერნეტი მაქვს შევდივარ ხოლმე და. მოკლე პასუხი. კი ვადევნებ. ხო, ნანახი მაგ ტრეკები, ერთადერთი ამ მე რასაც არ ვემხრობი და რაც არ მომწონს არის ტრეკებში ბილდ სიტყვაობა და სხვა რაღაცეებზე შეხება, რაც არაფერ შუაში არ არის ამ სიმღერებთან რა, ასე რომ მაგას თუ მოუკლებენ ბიჭები, ბევრად უფრო მოსმენადი იქნება რა, ამ შემთხვევაში მეოთხე დასს ვიტყვი. იმიტომ რომ ტახას ტრეკები ბევრად უფრო პოლიტკორექტული რა მაგარია რა. ძალიან მაგარი. მანუ ვაჩეს ტრეკები ძალიან მაგარია, ძალიან მაგრად ისმინება მანქანაშიც ისე. ტექნიკურია ძალიან და ის. კი, ძალიან მაგარია. უბრალოდ აი ეს ბილწე სიტყვები მე არ მომწონს ხა ვიღაცისთვის შეიძლება მისაღებია რა. მაგრამ ჩემთვის მისაღები არა, ესე კიდე ცოტა უხეში ნათქვამია. უბრალოდ უხეშად მხდება კურსი ესე რომ. თუმცა ბევრი ალბათ მაგას იტყვის რომ ქუჩის თემაა და ხო, რა თქმა უნდა, რეპს უხდება, ხო, ეგეთი რაღაცაც კი ბევრისგან გამიგია. ხო, ეგრე არსებობენ ეგეთი არტისტები, ვინც იცავს ამ ცენზურას და არსებობენ ისინი, ვინც არ იცავს რა. ორივეს თავისი მსმენელი ყავს, თავისი ნიშა აქვს ორივეს. და რა ვიცი, მე ორივეს უსმენს სიამოვნებით. უბრალოდ კიდე ერთხელ გავიმეორებო, ყურში მხდება ცუდად ბევრი ცუდი სიტყვა და ბევრი გინება ტრეკში. ოკეი. დღეს სხვათაშორის პირველი ტრეკი რითიც დაიწყო საბაშამ, თოკაფე რო ახსენა, ამაზე მადლობელი ვარ. თან სხვათაშორის ეს ექსკლუზივი იყო და ახალია და ცინცხალია. სულ ახალია კი სპეციალურად. დღეს მაგარი სიტყვების რა ხრუხია, ცინცხალია. სერიოზული. ხო და სულხანსაბა იქნებოდა ძალიან ამაყი. დღეს იქნება კიდევ ორი ტრეკი, ხო? კი, ორი ოღონდ ეს ძველებია უკვე, კარგად ნაცნობი საქვეყნოდ რა თქმა უნდა. მაგრამ ჩემთან სიახლეა მაინც რა. კი. და იქ ის უცებ ტყვის ერთი ტრეკი კი სპეციალურად დღევანდელი პოდკასტისთვის დავწერე. ხო, იმიტომ რომ თოკაფეს ისე რატო ახსენებდი, ხა ცუდ კონტექსტში საერთოდ არ მახსენებდა სავარაუდოდ, იმიტომ რომ კაცი არ მისწორდა. კარგ კონტექსტშიც ეხლა არ ქონდა ჯერ თემა და მოვიდა სიტუაცია და ასე რომ გაითვალისწინეთ რეპერები რომ მოხვალთ და გარეპოთ რაღაცა თოკაფე ან თოკაფეს პოდკასტი ჩააქსოვით რა. თუ საჩუქრას არ მოიტანთ, ეგ მაინც ახსენეთ რომ თოკაფეს პოდკასტი რაღაცა ეგეთი ჩააქსოვით რა. და გამოიწერეთ არხი. ო, არხის გამოწერა არ დავიწყე. მიროს იცნობ ეგეც? წესით კი. ხო, რომელი მირო, ეგენი ორი არიან. აი ხა და მაგარი ბიფი აქვს ერთმანეთში, რომელია ნამდვილი. ქვედა ტირე და ირო. მაინც ვერ მიხვდები რომელია. არა, კითხვის მიხედვით შეიძლება მიხვდე. როგორ აპირებ ჩემს დამარცხებას კაქტუს გრაინდში? ძალიან ადვილია რა. მიხვდი ხო? კი, მიკროფონს გაგითიშო რა უნდა. გამოგიძრობ მიკროფონს ხმას ვერ არ მოიგებ. აჰა. ასეთი მოკლე და ლაკუნური. ხო, არა, ეხლა თუ ვუთხარი რითი ვაპირებ მაგისთვის მოგებას, მე შეიძლება დამოხვედროს რაღაცები და ვეღარ მოვუგო. ისე როგორ ემზადები? რა ვიცი, ჯერ ბიტი არ მაქვს, ბიტებს ველოდები. ბიტი როგორც კი მექნება, მომზადებით, ამ მემზადوار, ბარები სულ მაქვს. თოხებით? ყველა. აუ, დღეს შეიძლება ბევრჯერ დაიქრინჯოთ, ვარ, არ შეიმჩოთ, ხანდახან მისწრებს ხოლმე. ხო, რა, ეგეთი ხელსაწყოები მზად მაქვს. და ნებისმიერ დროს მზად ვარ, მოკლედ, ბიტ სადაც გავიგებ, იქ დავიწყებ გარეპოს. არა, კი, სხვათა შორის ეგრე იყო, აქაც ჩავთეთ, გაიგოთ თუ რა ბიტი ეგრევე შეიყვანა. პირველ მეორე სეზონში ვინ იყო მისი ფავორიტი? ეს ალბათ BPM, ხო? სავარაუდოდ კი. ხო, ვინც მოიგეს ისინი რა თქმა უნდა. ეს ძალიან მიკერძული. პირველში ტაჰა და მეორეში ბანი. თუმცა მეორე სეზონიდან გამოვყოფდი KMC-ს და Medmos-ს. KMC-ს სადაც ყველა მიცოდა და Medmos-ი აღმოჩენა იყო და ძალიან მაგარი დებიუტი ჰქონდა. მოკითხო ბიჭებს, სხვადასხვა Medmos-ე იყო ჩემთან პოდკასტზე. ბანი მპირდება ძველი ახალი წლიდან მოყოლებული და ახალი წლიდან და ასე შემდეგ და ეხა ბანის მამა პანტერების ამბავი გაგებული გექნებათ. ჩემი ძველი მეგობარია წლების წინ საზღვარგარეთ იყო ჩამოვიდა და მითხრა რომ იქნება მოვახერხოთ რომ მე და ჩემი ბიჭი ერთად მოვიდეთო და უფრო საკაიფო პოდკასტი გამოვა მაგრამ მამაშვილი რეპერტი ძალიან მაგარი იქნება. ველი, ასევე ტახას მოვიკითხავ მამასთან ერთად მაგარი კაცია მამამისი ერთხელ გადავიყარეთ და თქვენ პოდკასტებს უყურებთ ასე შემდეგ და ზოგადად მამებთან ერთად თუ მოხვალ ტახა და ასევე კიდე იმისი რა ქვია კაქტუსში რო იყო ამას ამოვჭრი მე ეხ ბანის რო ებეთლავა მოსკა ხო ასევე მოსკა და მამამისის თემაშიც ვიცი რომ ძალიან იმაშება რა ქვია შარათ აუდი თუ როგორია მენგის შაუთაუთი მენგის შეჭა მოკლედ ზოგადად ოჯახის როგორ თუ შენ ოჯახის ხელშეწყობა საჭიროა ხო? კი რა თქმა უნდა და რამდენად საჭიროა ზოგადად?
როგორ არის мотивация ხო იცი როგორ მუშაობს შეიძლება იმან მოგცეს мотивация რომ საერთოდ არ შეგიწყოს ხელი ერთ-ერთმა მშობელმა ხო აი ხო არის რომ მაგის გამო გაბრაზდე და ადგე და აი ძალიან მაგარი რეპერი გამოხვდა და უთხრა რომ აი რო არ გჯეროდათ ჩემი და რა თქმა უნდა პირიქით ახლა რა თქმა უნდა უკეთესი არის როცა გვერდში გიდგას მშობელი ხარი მომენტი რომ წადი რა სამუშაო ნახე რა რეპეროფ არა ისა და ოჯახში ფული მოიტანე და ხო არის თემები და რაღაცები და ძალიან აი ჩემი მშობლები მაგას ვერასდროს ვერ ეთქვენ იმიტომ რომ თან მუშაობ აი არ ვათქმევინებ არაძლევ მაგის არავის არ ვათქმევინებ მაგას არაძლევ მაგის საშუალებას რო ეკითხენ ხო ბანი ტახას წინააღმდეგ რომელს ფიქრობ იცი რა არის მოდი სანამ შენიტყვი პირველი ბეთლი რო ქონდათ ტახას და ბანის ხო მაშინ ხო ბანი ძალიან გამოუცდელი იყო ასე ვთქვათ და მაინც ასე თუ ისე წინააღმდეგობა გაუწია და არ დაეცა დუხით კი სერიოზულად ან მაშინვე ეთყობოდა ბანის რაც გამოვიდოდა მერე ხო ახლა ბოლო ბეთლებიც რაც იყო მოსკოვსთან და ასე შემდეგ ხო იქ ნიკის ლოუსთან და ბევრი ბეთლები იყო ძალიან დაიხვეწა ტექნიკურათაც და ისეც და აი სხვათა შორის ახლა ინტერესი არის და გაჩნდა რომ აი ეხლა რო დაუდგნენ დაუშვათ როგორ იქნება და ალბათ მაქედან გამომდინარე ეს კითხვაც რა ეგ იც როგორი კითხვა ან სადღაც ჩემი აზრით მოუწევთ ბეთლაობა იმიტომ რომ ორივე ჩემპიონია და სადღაც უნდა გადაიკვეთო მოიცა რა ხო ისეთ ხმა ქონდა თითონის გაითიშა ისა კამერა მოიცა არც ეგ არა პრობლემა მოიცადე გაქვს ცუდი დელივერი თითქოს იყო ინდოელი კურიერი აბსურდი ამერცის მერე გამდისავს ვინ რომელი სულიერი პიტერზე სევენის დაგეწყო ძილის პარალიზი რაღაცა ვერ არის საერთო სისხლის ანალიზი მოდი ავიღო და თავი დავიწვიოთ ბიძი მე ჰარდი მინდო და მოვედი დავხდა დონე იზი ჩემი ყოველი პანჩი ფატალიტი რაიდენი და ინდენი ბარები მოხდა რომ საერთოდ დაიბენი უელემენტო საათებთან ბარ ბიგ ბენი ვიცი რომ ეს განსხვავება შენ წიგრძენი გინდა დამარტყედენი მე შუქი ჩაგიჭერი ქათამო მეორეჯერ აღარ გასპამოს ხვაგზა რომ არ გავგეს მე უნდა გაწვალო დრო რომ ეს სფერო დავცალო თელი ცხოვრება ჭდილში ვაშადო ფაითერი ყოველი პანჩი უზუსტესი როგორც სნაიპერი სახეზე ფერი აღარადეს ტიპიც ხედავს გავს განახებ როგორც წავაცლიო თავი მხედარს თავს მოგებეგნე და მაგრამ ახლა ანთებ კელაპტარს არ გამოგივიდეს სადეხელ ახლა დღეს ახლა მე ამას შევჭამ და შენ ამ წამს ვერ სადაც ვერ წახვალ ვერ აგად ვერ ახარ სახეზე ღიმილი შეგახმა კონტროლივე დედანი შენ არ ხარ შეხედე აღარავინ აღარ დაჭე ფანი შენი ცუდად მოიკეცი და ისჯები ფანი შენი მე ვარ ევერესტი ხო და აქ ვერავინ ვერ მომიგებს მოდი უკან გაიკეთე ეგ ფარები წადი შენი გინდა და ბიტილიტი ბიტით ბიძე ფატალიტი მიდი და გამოდი ბიდი ნოლი რიდი აწი მომერიდე იმის როგორ არის ხომე TikTok-ზე მოვედის არის ხომე ოზი არის ახის ოზი არა ეგ დაუბრუნდით ეგ ოზი დაუბრუნდით არის იმედი იმას არ გადავაწერ ხო არა ოკეი ესე იგი სად ვიყავით შევიდეთ ხო მაგაზე ვისაუბრეთ აქ მეგობრებო ისეთები ხდება კაროჩი რა ვიცი ცუნამი და მიწისძვრა და ღმერთმა დაგვიფაროს მაგრამ ხანის გაითიშა მაგრამ ჩვენ მაინც ჩავწერთ ამისთვის რა არის საჭირო თქვენ უნდა გამოიწეროთ ახლა ჩვენ მაინც მივიყოთ ბოლომდე საქმე დასპონსორება არ დაგავიწყეთ ფულიანო ადამიანებო ძალიან ბევრი ფული არ გვინდა თავარია გვერდში დაგვიდექით და არ გვინდა ბევრი ფული ესე იგი სადავართ ბარემ ესე იწყება ისა ქვია ბარემ თუ ასაშველება ერთი კითხვაც რა უნდა ვუთხრათ უბნის ძაღლს რომელიც შუაღამით გამოგვეკიდება მაგან იცის მაგ კითხვაზე პასუხი ეგ არის ინტრიგანი მოკლედ PvP საძმოს ჯგუფში მაგ დადებული მიმი მოკითხვა PvP საძმოს ხამსას ყველას მოგიკითხავთ აქედან ბიჭებო გუგოებოც რა თქმა უნდა და ხო იცის მაგან მაკითხვაზე პასუხი ბილწი პასუხი აქვს მაკითხვას იცი კარგად მიშიკო და არ მათქმევინა ჩვენთან შეიძლება +18 ხანდახან თუ რამე ისეთი არა იყოს ბებია ჩემიც უყურებს ამას და ბებიას გამოწერილი აქვს ჩემი არხი თუ ჯერ არ ვიცი თუ აქ YouTube-ი არ ვიცი დაგვილაგოს ძმამ 3 აკაპელა და 3 BPM Battle MC ქართველები იასნა აი ესე წერია ზუსტად იასნა კაი აკაპელად დავიწყებ მპელე რა თქმა უნდა ასევე ვიტყოდი ერთ-ერთ დაუფასებელ კაცს აკაპელა ბეთლების ენემის
ენემი საოცარი აკაპელა MC-ა და ძალიან დაუფასებელია დაუფასებელი. მაინც დაუფასებელია. მე ეგრე ვთვლი რა, ეხლა არ ვიცი, ვიღაც სხვა როგორ თვლის, მაგრამ მე მგონია რომ დაუფასებელია ენემი. ვერ იღებს რა იმ დაფასებას იდეაში რაც ეკუთვნის იმ აკაპელა ბეთლების გამო რაც აქვს ჩატარებული. არ ვიცი. მოკლედ პელე, ენემი და მესამე აკაპელაზე ვინ შეიძლება მესამე. Young Mike. აკაპელაზე Young Mike. Young Mike კი. მაგარია ძალიან. Young Mike და კიდე შეიძლება ახსენო KG საკმაოდ კაი იყო აკაპელაზე. კი ბატონო. BPM-ზე? BPM-ზე ტაჰა რა თქმა უნდა, ბანი და ნიკი სლოუს და მედმოსეს ვიტყოდი. ნიკი სლოუ რეებს აკეთებს. ნუ მაგარისაკ რა. აი სტუპიდო დასრიალებს ხო იცი? აი თემა. ჩაულებრივი სარფერია კი შემოსრიალდება ბიტებზე, ისრიალებს გაო მე. ძალიან კაია ნიკი სლოუ. ვისთან გინდა ბეთლიო და თან გული არის ბოლოში? ნებისმიერთან. დამიხენე ლუბოი. აი მართლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინც გინდა გამოვიდეს, იმიტომ რომ როგორც წეგან ვახსენე, ესე მგონია და ჩემი გადმოსახედან ესეა, რომ ერთი ბეთლის მოგება შეგიძლია ნებისმიერ MC-სთან. გააჩნია როგორ მოემზადები. სამი რაუნდია რა. ძალიან ჩვეულებრივად ხომ თავარია ჟიურიში ისეთი ადამიანი დააყენონ, ვისაც ორივე ყური აქვს და ორივე ყურში ესმის. კი ბატონო. ხო. რომ მოისმენს და გაიგებს პანჩებს და თუ სწორად შეაფასა, მაშინ კი ანუ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა მოკლედ წინ ვინ მედგება რა. ოკეი. ნები თუ ვინმეს გინდა და სურვილი გაქვთ, შემეხმიანეთ. აგერ ბატონო. აგერ ვარ მე, აგერ არის მიკროფონები. ჩემთანაც შეგიძლიათ. ვიბეთლოთ, ჩემთან შეგიძლიათ მოხვიდეთ. სხვათა შორის აქ კიდე ორი მიკროფონის შეკვეთას ვაპირებ. სპონსორები თუ გამოჩით ხო კაი თუ არა და რა ვქნა. და სამწუხარო მაგრამ გვიწევს ხო სპონსორებზე საუბარი ხშირ-ხშირად უნდა ახსენო. აქაც შეიძლება ხოლმე რაღაც პატარა ეს ბეთლივით და რაღაც ფრისტაილის თემები და რაღაცები გაასწორებს. წავს როსა. თავისუფლად შემეძლო რომ თქვენი რაღაცა დამელია აქ ან მიგვერთვა გვეჭამა. კი ბატონო. ან ტყის ყალი ყოფილიყო. ან შესაძლოა, რა ვიცი, თქვენი გაკეთებული ან შაკურიანი ყოფილიყო, ან ტყის ყალი ყოფილიყო. ან ესე მიხვდებით ალბათ კიდე რეებია წყლები. და ეს. რა ვიცი, რეკლამა შეიძლება ნებისმიერ რამიდან გააკეთო კი. ან ჩნო ყოფილიყო რაღაცა, ბევრი რაღაცები შეიძლება ყოფილიყო. კარგი, როდის გაანალიზე რომ ვილანი ხო? როდის გაანალიზე რომ ვილანი ტყუილად დაირქვი და ყველა მაინც საბაშას გეძახის. ეგ გავაანალიზე ნათიამრო დადო ვიდეო, სადაც ვინც მოეწონა იმ MC-ების ვიდეოებს განიხილავდა შესარჩევებს და საბაშარო დამიძახა იქაც ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც მახსენა. მაშინ გავაანალიზე რომ სულ ტყუილად დავირქვი. მაგრამ ტრეკებს რო დავდებდა, რო დავაწერ რომ ვილენი ვარ მიხვდებიან რომ შენახა. კი, მიხვდებიან რომ საბაშა ვარ ხო და მე კომენტარებში არ დაწერენ ამ სპიჩის ხმა მაგრად გავს საბაშას და რაღაც. მე ვიქნები. ხო, ეს შეკვეთილი კითხვა არის. ოღონდ მე არ შემიკვეთავ, თვითონ შევუკვეთა. აჰა. გააჩნია ზოგი 20 ლარიანი, ზოგი 50 ლარიანი, ზოგი 100 ლარიანი. შეკვეთას გააჩნია. ამ შემთხვევაში ბევრად იაფიანი კითხვებია ეს. მარილიანი მზასუნზი რა. წმენი. რა როლი აქვს შენ ცხოვრებაში მუსიკას და გქონია თუ არა პერიოდი, როდესაც მუსიკას ჩამოშორდი 100%-ით, მეც მაინტერესებს. მუსიკას არ ჩამოშორებულ ვარ არასდროს, იმიტომ რომ ლისტომანი ქვია იმ ადამიანს, რომელიც მუსიკით ცხოვრობს, ან სულ რო უსმენს. და ვთვლი რომ ლისტომანი ვარ, იმიტომ რომ მელოვანი გაგებული მაქვს ლისტომანი? ხო, ეგრე ქვია, დაავადება არ არის, დაავადებაში არ გადის. ეგეთი ადამიანს ქვია, რომელიც მუსიკით ცხოვრობს, სულ უნდა რა მუსიკის მოსმენა და არ შეუძლია. ხო, მეც ეგრე ვარ, ერთი ალბათ ორჯერ ან სამჯერ დამრჩა ყურსასმენი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის დროს სახლში დამრჩა და ძალიან ცუდი გამოცდილება იყო. ორჯერ დამრჩა მგზავრობა, იმიტომ რომ ზოგადად ხო მუსიკას უსმენ ყოველთვის, როცა საშუალება მაქვს და როცა არ მაქვს მაშინაც. ანუ რო ის რო დაგნებებინოს თავი და აღარ მინდა და არ გავა. არა, ეგეთი რაღაცა არ ხდება რა, იმიტომ რომ მუსიკა ეგრე თავს ვერ დაანებებ, რომ საერთოდ ხო, შეიძლება ცოტა ხანი ხელი აიღო მუსიკის კეთებაზე, მაგრამ მოსმენაზე არასდროს. არა, ნუ მე ეგრე ვფიქრობ.
შემდეგი ერთი ძალიან საინტერესო კითხვა სხვადასხვა. შენს უკან როგორ დავდგეო? ალბათ ამ ბეთლებზე რომ მოვიდეს რაღაც თემა სავარაუდოდ. თორე ისე რატო უნდა დადგეს აბა? არა, ჩემს უკან არ უნდა დადგე და გვერდით დაგიყენებ, როცა მექნება საშუალება. მე თვითონ როცა დავდგები სადმე, როცა იქნება ამის საშუალება, ხო მომწერე და დაგიყენებ კი. არა პრობლემა. თუ არა და პოდკასტებში კიდე რომ მოვიწვოთ ბიჭებს შეგიძლიათ დადგომით არა, მაგრამ ჩამოჯდეთ კითხვები დავუსვათ და ასე შემდეგ ღია პოდკასტებს რო გავაკეთოთ. კი, შეიძლება კი. საბაშ რაიმე კურიოზს ხო ვერ გაიხსენებდა. ხო ნახე კურიოზი შეიძლება მთლად ისე არა, მაგრამ ხო აი დავუშვათ რაღაც მომენტი რომ ზოგს სცენა ჩაუთხდა, ზოგს რაღაც მიკროფონი გაეთიშა, რაღაც რაღაცა ხდება. ხო და რაღაცა ისეთები ხო არა გაქვს რაიმე ეგეთი არა, ეხა ჯერ ესე ლაივი და ხალხის სცენაში არ გამოვსულ ვარ, მაგრამ ჰიპ-ჰოპთან დაკავშირებულ ერთ პატარა კურიოზს გავიხსენებ. მართლა სასაცილო ისტორიაა ჩემი აზრით. მოვიკითხავ აქედან ბიჭებს, გიორგის და აკაკის, ტოპეს და ტანჯულას ესე იცნობთ. მოკლედ ერთ-ერთ სერიას იღებდნენ ბიჭები და მეც ეპიზოდურ როლში ვთამაშობ. რომელ სეზონში? პირველი სეზონის აღარ მახსოვს რომელი სერია, განახმე. ძალიან მაგარი როლი მაქვს, სხვადასხვა ტოპ პერფორმანსი დავდე და საკმაოდ დაუფასებელი. ხო და დედაენის ბაღში ვიღებდით, მოკლედ მაშინ ზაზანოზაძე იყო, სპიქსი რეჟისორი. კი ბატონო. და ესეთი სცენა რო წარმოედგინე, როგორი ამბავია, ანუ დგავარ მე, დგას ზაზა და დგანან გიორგი და აკაკი. ვის როლში იყავი? ესე რაღაცა ისეთი კონკრეტული სახელი არ მქონია, ეპიზოდურ როლში ვარ, რაღაცას ვამბობ და გავდივარ. ხო და წარმოედგინე მე ვდგავარ ზაზა, დგას გიორგი და აკაკი და ბავშვები მოდიან ფოტოს გადასაღებად. და როგორი სცენაა, ნახე, ზაზას მისცეს ტელეფონი. და დადგნენ თვითონ გიორგის და აკაკისთან და ზაზამ გადაუღო. და მეც აგვდგავარ. მე მომეცი ექტა მე ვინა ვარ, მაგრამ არა მე მომეცი და დადექი ზაზასთანაც. არა, ზაზას მისცეს ტელეფონი და გადაიგეს ტოპესთან და ტანჯულასთან ეგ ფოტო. სხვათა შორის შეიძლება ზაზას არც მიუქცევია ყურადღება მაგისთვის და ინსტინქტურად გადაუღო, მაგრამ ეხლა თუ ნახავს გაახსენდება ეს ისტორია და ზაზაცილო მგონია. ეხლა დადეს სხვათა შორის ახალი სერია, ახალი სეზონის და ბოლოში ისე მთავრდება, რომ იქნება სპონსორები გამოჩნდა, სხვათა შორის ძალიან კაი პროექტია რა და ბევრი ნახველი და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ტოპ, თუ საუკეთესო არა, ერთ-ერთი მინიმუმ. რო არ ყავთ სპონსორები, სამწუხაროა რა. ეგ არის ტრაგიკომედია, ეგ რაღაცა სასაცილო, ვერ არის ვერანაირად რომ ეგეთ ხარისხიან გადაცემას რო სპონსორი არ ეყოლება. კი ბატონო. ასე რომ ჩემი არხიც გამოიწერეთ და სპონსორებს ველოდებით. იქნება ბევრჯერ რომ გავიმეორო ავიდეს კოსმოსში, იქინა წამოვიდეს და რაღაცა ჩაეწვეთოთ. ბეთებია ის არის, ეს არის, რავი, ნებისმიერ ამის გავაკეთებ, ინტეგრირება შეიძლება ნებისმიერ ამის, რა თქმა უნდა. მეც გამომიწერეთ, ბარემ ხო და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მინდა ვთქვა, ინსტაგრამზე გამომიწერეთ. აჰა, ოკეი. მაშინ ინსტაგრამიც იქნება აუცილებლად მითითებული. ხო, აბსოლუტურად ყველგან ვარ, საბაშა 14, ძალიან ადვილად მომძებნით. 14 არის ჩემი დის დაბადების თარიღი, 14 ივლისი. მე კიდე ამბობს რომ ამიტომ არის ჩემი საყვარელი რიცხვი, მანამდე იყო ტიერი ანრის გამო, არსენალის გამო და ზუსტად ჩემი დაც 14-ში დაიბადა, ასე რომ ორმაგად უფრო საყვარელი გახდა ეს რიცხვი და ეს სტატუსს სწორედ მაგ ამბავს ემსახურება. ხო და მე კიდე იტყვის გაიგე რომ საბაშას რატომ ეძახიან, ყველგან საბაშა უწერია გაიგე და აბა რა უნდა ქნას ეხლა პატივს თუ დამდებ ძალიან გრძელი ამბავია მოწერილი და აბა შენ უფრო კარგად წაიკითხო. First of all, სეზონზე რო არ ხარ და რამდენიმე შენზე ყველა კომპონენტი სუსტი ტიპი არჩეული. გრძნობ თუ არა ძალიან დიდ უსამართლობას. და აქვე. ეს ორი კითხვა აუცილებლად დაუსვით თხოვნა. შენი და დიმიტრის, დივან რაიმსის არაყვანა, როგორ ფიქრობ, უკავშირდება თუ არა შიშ ორგანიზატორების მხრიდან, რომ წინასწარ გაწერილი სცენარი არ ჩაგეგდოთ სეზონზე. PS. უდიდესი პატივისცემა მე მრცხვენია მათ მაგივრად შენ რო არ ხარ სეზონზე და ვიღაც რენდომ ტიპები არიან ნაცნობებით. დედას გეფიცებით, სიტყვასიტყვით წავიკითხე, მე არაფერს არ ვამატებ. ხალხს უყვარ ვარ. ხო, უპასუხებ ახლა წინასწარ დაწერილი სცენარი და ეს შეთქმულებების თეორია რამდენად იყო, არ ვიცი. მაგრამ ნუ უპატივცემულოდ, ესე რომ ვთქვათ, და ნაწყენი რაღაც დოზი თუ არა. და ხო, ზემოთაც აღნიშნე, წინაზე ვთქვი, რომ ანუ ჩემ თავზე ახლა გინდა არ გინდა ობიექტურად ვერ ისაუბრებ. ხო. გადაგივა აუცილებლად გადაგივა სუბიექტურში. და სუბიექტურად ვიტყვი, რომ ხო, ვფიქრობ, რომ ვიმსახურებდი რა, იმ რვაკაცში ყოფნას. ისევე როგორც კიდე ერთხელ ვიტყვი და დივაინიც იმსახურებდა.
ხო რაღაც დივაინზე რაღაცა ისეთ საუბრები წავიდა, ხო რაღაც რაღაცა რბილი რაღაცნაირი ისეთ წავიდა, რაღაც პოეტიაო თუ რბილი ტექსტები აქვს თუ რაღაც თემებს აძრობდა, თუ რაღაც მაგდაგვარი ხო შეიძლება რაღაცა ხო ვიღაცები იტყოდნენ ხა ეგრე ოფიციალურად PvP-დან მე მგონი ეგეთ რაღაც არავის არ უთქვამს არა PvP-დან PvP საძმოზე იდება ხოლმე ძალიან ბევრი რაღაცები და იმდენი მიმებია ხოლმე იმდენი რაღაცა ვეღარც ასწრებ რომ ისაკნა დაეწიო რა და მანდ იყო რაღაცა ესეთი რომ მაგაზე იყო საუბარი რომ პოეტი რო იყო იმიტომ არა იყვანეს თუ რაღაც ეგეთი მაგდაგვარი საუბარი იყო რაღაც თუ რაღაცა არ ვიცი ესე კონკრეტულად ვერაფერზე ვერ იტყვი აი ამის გამო არა იყვანეს იმიტომ რომ მაგ ბიჩს ავი ჩემი აზრით აბსოლუტურად ყველა კომპონენტი ქონდა რომ ჩვეულებრივად დამდგარიყო ექსცენაზე და ცეცხლი დაენთო. მინდა რომ მადლობა გადაგიხადო რომ მეწვიე. მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო საუბარი გამოვიდა. შეიძლება ცოტა კითხვა-პასუხის რეჟიმიც იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასე თუ ისე გაგიცნობს სხვა თვალით შემოგხედავენ ახლა, იმიტომ რომ მარტო ვიდეოებს რო დებ და მარტო ეს ვიდეოს უყურებ პროსტა როგორც არტისტი და აფასებ, მაგრამ ესე რაღაცა ის თემა არის, რომ რაღაც ადამიანური პოზიციიდან. კი, წინ წამოვიდა უფრო, კი. საბაშა წამოვიდა უფრო წინ ვიდრე ვილენი. ხო, და უფრო გაგიცნობენ და მოდი ბოლოსკენ სანამ გავალთ კიდე აი ამის გარდა დაუშვათ აი ჰობი რა არის შენი ან სხვა ნიჭები თუ გაქვს კიდე ამასთან ერთად რაღაცა ისეთი ან განსაკუთრებული ან რაღაცა ესეთი. ესე იგი განსაკუთრებული რა სპორტით ვიყავი დაკავებული, მაგრამ ახლა იმდენად ვეღარ ვახერხებ, იმიტომ რომ სახლის სამსახურის რეჟიმზე ვარ ძირითადად რა. თან ახლა ამ ჟანრსაც რო უფრო სერიოზულად მოვკიდე ხელი, ვეღარ ვიცი სხვა რაღაცებისთვის. შიგადაში ვცდილობ რომ რავი თანამედროვე რაღაცებს არ ჩამორჩე იქ, ფილმები ვნახო, წიგნები წავიკითხო, რაღაც, მაგრამ იშვიათად მაქვს დრო რომ რაღაცა ესეთ ჰობი და რაღაცისთვის მოკლედ რა. ფილმი რომელი გევასეო მაგალითად, აი რა ჟანრი ან რომელი კონკრეტული? ფანტასტიკა ფილმები მიყვარს კომიქსებზე დაფუძნებული. კომიქსები ძალიან მევასება. მიხვდებოდით ჩემი ვიდეოებიდან რომ მევასება კომიქსები. ეხლა ეს დედპულია თუ ჩვენი? კი, დედპულია. წამოვა კიდე მეტი და მეტი ფანჩები მეგობრებო, მზად იყავით. წამოვა და ბარემ რაღაცას ვიტყვი კიდე. კი, რაც გესიამუნება. მოკლედ გვაქვს მე და ჩემს ძმაკაც კიდე რაღაც გეგმები ჩაფიქრებული. ანუ ამის გარეთ რა, იმიტომ რომ ძმაკაცი რეპერია თუ? არა, რეპერი არა, ძმაკაცი იუმორისტია, ისევე როგორც მე, ჩვეულებრივ ორივე სცენარებს ვწერთ, სცენარისტები ვართ და გვაქვს რაღაცები ჩაფიქრებული და იმედია ადრე თუ გვიან და იმედია ადრე და მალევე გამოჩნდება სპონსორი და ძალიან ბევრ კარგ მაგარ სიახლეს გპირდებით მეგობრებო, ასე რომ გამომიწერეთ თუ სადმე შეხვდებით საბაშას, საბაშა ერთადერთია ეგრევე მიცნობთ და თუ ვერ მიცნობთ საბაშა 14 მაშინ ნებისმიერ პლატფორმაზე ეგრე მიპოვით Facebook-ის გარდა Facebook-ზე სახელი და გვარით ვარ. საბაშვილი გიორგი. გამომიწერეთ და გპირდებით რომ ბევრი ახალი რაღაც წამოვა და ძალიან მაგარი. და ეს იუმორისტული კუთხით რამე სკეჩებს აპირებთ თუ როგორი იდეა გაქვს? ორივეს გვაქვს გამოცდილება, ან გვიმუშავია სცენარისტად და ვიცით როგორ კეთდება, როგორ იწერება. ხო, ნუ ვიცოდე. კი, ყოფილი ვართ რა, არ მიყვარს ხოლმე რაღაცები საუბარი ჩემ თავს. პოდკასტი რისთვის არის? იყოს დავტოვებ საიდუმლოდ და ნახავთ მე ვინ ვართ და რაც შეგვიძლია მოკლედ რა. ანუ სადგიმუშავია არა? ხო, არ ვიტყვი. აჰა. ესე იგი ორი მომენტია რა, ან ცოტა სუხდიდნენ, ან ის ტელევიზია აღარ ევასება, ან ორივე ერთად. შეიძლება. ორივე ერთად. კაი, მოკლედ რამე ისეთი ხო არ არის მაგალითად კიდე რისი დამატებაც გინდა დაუშვათ, ან მე არ გკითხი, ან რამე კონკრეტულ რაღაცაზე გინდა საუბარი, ან რაიმე ესეთ რომ შენ თავი მეტად გავაცოთ კიდე მაგალითად მაყურებელს. დავფიქრდები, რა მე მგონი მეტნაკლებად ამომწურავად ვისაუბრეთ. სასიამოვნო იყო და მადლობა მოწვევისთვის. მადლობა შენ რომ მოხვედი. რა ვიცი, შემდეგ დაძახებაზე იმედია მილიონი გამომწერი გეყოლება და აი აქ ეკიდება ოქროს YouTube-ის ღილაკი და 100,000-იც მე მეყოლება, იმიტომ რომ ძალიან მინდა ის ვერცხლის ღილაკი. მილიონიც მოვა რა. თუ ოქროს ღილაკი არა, თოკაფეს პოდკასტი მაინც იქნება ეცადო დავკიდო უკან დავაწერო რომ ცარიელი ის არ იყოს, კედელი არ იყოს. მოკლედ მეგობრებო, ყოველგვარი ხუმრობის გარეშე ვამბობ რომ მართლა ბევრ ენერგიას მოითხოვს, ფინანსებით საჭიროა. ბინავს გირაობ 1000 რაღაცა გავაკეთე აპარატურა შევიძინე, თავს კი არ გაწოდებს და კი არ უწუწუნებ რეალურად საუბრობ ამ ყველაფერზე რომ მიხვდეთ რასთან არის საქმე, იმიტომ რომ მე მომწონს რასაც ვაკეთებ და ვაკეთებ ენთუზიაზმზე ვაკეთებ, ეხლა ესე გამოდის რა. ხო და აქედან გამომდინარე
ბევრმა დაწერა სხვათაშორის რომ დონაციის თემა დაწერე დაუშვათ რომ რაღაც თანხები ჩაგირიცხოთ და ასე შემდეგ, მაგრამ იყო მცდელობა მაგისი ადრე და რაღაცად არ გაამართლა ეგ თემა რა, იმიტომ რომ რაღაცნაირი კომენტარებიც იყო მე და არ მესიამონა და ამოვიღე ეგ თემა და რაღაცა თქვენგან ყოველ შემთხვევაში ის მაინც იყოს რომ გამოწერების ამბავი რომ სტიმული მომცეთ მაგითი რა რომ რაც მეტი გამომწერი იქნება კიდე მეტი სტიმულია და შეიძლება უფრო სპონსორიც კიდე დაინტერესდეს რა. რა თქმა უნდა. მე მგონი ცუდ საქმეს არ ვემსახურებით, პირიქით კაკ საქმეს ვემსახურებით და კიდე იდეა მაქვს ეგეთი ვამბობ რომ ორი მიკროფონი მინდა შევიძინო კიდე რომ დაახლოებით მე წამყვანი და კიდე 1-3 ტიპი იყოს ხოლმე გოგო რა მნიშვნელობა აქვს რეპის ამბავში, შეიძლება პოპის ამბავი იყოს, არა ესტრადა. აი ეს თემები რა, ბევრი ვიყოთ, ვისაუბროთ, ზოგი იმღერებს, ზოგი იცეკვებს, ზოგი გარეპობს. ხო და რაღაცნაირი საიფერების თემა შეიძლება ხოლმე უცებ აი ესე მოიხსნას ხოლმე და რაღაცნაირი ისეთი იქნება და რაღაცებიც კიდე მინდა დავამატო კიდე პოდკასტში სამომავლოდ და ნახოთ რა სურვილი და იდეები მაქვს, просто ფინანსური თემა არის საჭირო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც კარგ რაღაცებს ვფიქრობ და რახან ეხა დავიწყდე ეს მიკროფონების თემა არის, მიქსერია, ნოუთბუქი რაღაც თემები უკვე მოიხო და ვფიქრობ რომ აღარ უნდა გავჩერდე. ყოველ შემთხვევაში სურვილი მაქვს რომ საერთოდ დავიწყო და აღარ გავჩერდე. კვირაში ერთი ვიდეო მაინც დაიდოს ხოლმე და ვნახოთ მოკლედ რა თქვენი ხელშეწყობა საჭირო ამ ყველაფერს. კიდევ ერთხელ მადლობა საბაშ. პირიქით მადლობა შენ რომ მომიწვიე. სასიამოვნო იყო ნამდვილად და ახალი გამოცდილებაა ჩემთვის და ძალიან სასიამოვნო. ბევრი წარმატება. ასევე გული არ გაიტეხო იქ რო ვერ მოხდი. კაქტუს გრაინდში ალბათ მანდ მაინც მოხდები თუ მანდ და მანდ თუ მანდ უეჭველი ხდებით როგორ არის? კი, მანდ ვარ უკვე, ვიცი რო მონაწილე ვინც ვართ და მანდაც მეგობრებო ძალიან მაგარ შოუს გვერდებით და კაი რაღაცები გელოდებათ წინ. ბიჭებს მოკითხვა, სიამოვნებთ გიხილავდით ჩემთან პოდკასტში, გეპატიჟებით ორივეს დიჩისაც და ივას. გავჭედი. დიჩისაც და ივასაც. კაი, პირიქით რო გექნაო ის, დიჩი რო დაგვიწყებოდა და ივა გეთქვა. რატო? ამას არ ამოვჭრე. ივა ბევრად უფრო ცნობილია მაინც. ამას არ შენ კიდე არ გახსოვს ეგ თემა. ივა მე არ ვიცი, მაგრამ დიჩი იცი როდიდან რეპავს. აუ შენ ეხა მაგარ რაღაცას გეტყვი. ხო და აი მაგიტო გეუბნები, ნახე, რამდენი წელი არ რეპავს და ივა ვიცი და დიჩი არ ვიცოდი. ხო და ეხა გეტყვი მაგარ რაღაცას. ეს ყველაფერი არ ამოიჭრება დარჩება მეგობრებო. იყო ასეთი ეხაც არის X Factor და ეს პროექტები ვიყავი გასული სხვათა შორის თოკაფეს სახელით მაშინ და ბიოსენს და სექსი მინდა ტრეკი როდებს ჩემი რო რეპერობდი ხოლმე იფიქრეს რომ ვითომ დაუშვათ რომ გამოვიყვანთ ამითი რაღაც ვეღადაო თუ რაღაც ჯიური ალბათ იდეაში მან ხო ეგ თემა რომ ან ეღადაო ან რაღაცა ისეთი იყოს რა მოკლედ და ვერც ვერაფერი ბოდიში და ფეხები ვერ მომჭამეს ვერც მეღადავ ძალიან სერიოზული პასუხებით ძალიან სერიოზული და არ გაუშვეს ო აბა ანუ არ და დარბაზი ვერ გეგადავნე და დარბაზი იდგა ფეხზე თან რა და იცოდნენ ეს ეგრე მუშაობს მეგობრებო ტელევიზია სოციალური ქსელებიდან იცოდნენ ეს ტრეკი და ხო რას მოვაყოლეს დიჩიც მანდ გავიცანი რა ჯერ კიდე იმ პერიოდიდან მე გეუნები რა ანუ ეს იყო 2012 თუ 15 კაუჩ ძალიან ადრე ერთი 10 წელი მინიმუმ 10 წელი შეიძლება კიდე იქით და აქედან გამომდინარე ივა მაშინ საერთოდ ვიცოდი მე ვინ იყო დიჩი ვიცოდი ვინ იყო და ახალმა თაობამ ივა უფრო იცის ვიდრე დიჩი კი იმიტომ რომ ივა იყო PvP-ზე გამოსული ასე რომ მოგითხრა ყველას ცუდად არ მიიღებდით ახლა არაფერი ისეთი არ გვითქვამს თუ ვიღაცას ნაკლებად ცნობილია და ბიონსე ქვია პირდაპირ ან სექსის ახალ კანონებს ან ესე იძახიან ხოლმე ან ესე კიდე კაი რო არ გაუშვეს თორე ხო ის ჯეიზი მაგარი აპასნი კაცი ყოფილა ეხლა ისეთები გადარჩენილი ხარ მადლობა გადაუხადე მაგ ტელევიზიას მადლობა ბიონსეს პირველ რიგში ხო ეხლა გავიგეთ ეგ თემა რომ აპასნი ხალხი ყოფილთ რომ მაშინ არ ვიცოდი ნუ ჯეიზი შორა ყოფილ ხარ მე არ ვიცოდი თან იცი როგორ არის სამღერი სექსის ახალ კანონებს ვერ ვინ დამიკანონებს გავარტყი ჯეიზის თუ ბიონსი აქ მიზის ეგეთი გადასვლა აქვს რა წარმოიდგინე მაგარი გადარჩენილი ხარ პირდაპირ ისეთ თემა იყო რომ შეიძლება ხა პოდკასტები აღარ ყოფილიყო აბა ასე რომ ბოლოსკენ უფრო გაიხსნა ეს კაცი რასაც ვატყობ და ეხლა უნდა დაგვეწყო ჩაწერები და შემდეგ ჩაწერებზე შეიძლება რაღაცა სასმელიც გაიჩნდოს რაღაცა თუ ეხა სპონსორი იქნება ხო კაი თუ არა რაღაცას მოუახერხებთ ეხა რომ და უფრო გაიხსნება ადამიანი და უფრო შეიძლება სხვანაირად გარეპოს და სხვა მუღამში იყოს გიტოვებთ ტრეკს და გემშვიდობებით. აბა ეგ არის. მოვიკითხავ დივაინ რაიმს ჩემი რითმები არა მიწიერი. ჩემზე ამბობენ რომ ზარმაცი ბიჭი ვარ, მაგრამ ნიჭიერი.
მე რამდენი ბიტი შევიწირი ალ კაპონე აქ ჩენი მოჩაგები ალავი ნალალი არ არის ალალი ლეველი მაგალი დავდებ ახალ დონეს ჩემი პანჩები ცეცხლოვანი მე ვარ პრომეთე ჩემთან მოვიდა მთა ვარ ჰიპ-ჰოპის მუჰამედი ალი გავუჩინე ბიტებს და ცეცხლი მოგეკიდა მარილზე გაგიშვიდა გელოდება მუხადგვერდი ლამპიონები გაოცებენ ხო და თუ ამგერდი არავინ გაგაჩერებს ამ პატის თუ დაგდებდი იქნებ თავად მორჩე მე ამ დონეს ნუ დამდებდი არავის არ ეგონა კიდე რამეს თუ დავდებდი და მაცადე მორჩე სად მიდიხარ ნუ დანებდი არტისტი დავამარცხე დაამარტი ტურს გავედი მოგიტან დავამარცხე ვიცი ცუდიუდარები მე სულ წინ მივდივარ შეკიმუდა მუკარჩები გონია გამორჩეული გარასვერა ყალიბებ ჩამოსმანეპერებს საიდან უძრავ ამ ყალიბებს ვარ ჩვეულებრივი არ ვარ ჩეული დამესია TikTok-ზე ბოტების მთელი ქარხანა დამესია ჩამოწერე ამ სიაში 8 MC-ია ვუკითხავ MC-ებს ვერსებს საკუთარ თავებს ჯლიან კაიჩი და თურმე MC ვერსი დადო უკეთესი ფულის პონტი არის მისი უკვე მესმის შესაკვარელ MC-ს ეძებსად მე უკან ნახე მიდი რამე უშველე და რაღაცა უკან ნახე პატარა ბიჭმა ბედისა და დარჩა გადისული და აკურდეს ხეული და როგორ გადის სული მე სამუდამოდ ჰიპ-ჰოპზე ვარ დანიშნული და უდავოდ ფაქტი გავამყარე ზემოთ აღნიშნული ჰიპ-ჰოპი ბიტების უნივერსალური გასაგები დასადები არაფერი გაქვს მხოლოდ დასაგები მარტო არ მოხვიდე ერთმანეთზე გადაებით ჩემი ჰიპ-ჰოპი მეტია ვიდრე გაზაები